პასუხი ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის 24 იანვარს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გაკეთებულ საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ფუტკარაძემ ისინი ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულად მონათლა და ასაკისათვის შეუსაბამო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მინისტრის გაღიზიანება საკუთარმა ბიზნეს ინტერესებმა გამოიწვია. ზვიად გოგელიას თქმით, ზაურ ფუტკარაძე წლების განმავლობაში ფერმერთა სახლის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც დღეს მისი ნდობით აღჭურვილი პირი უძღვება. ორგანიზაცია აჭარის მთავრობისგან ფაქტების შესწავლას და სათანადო რეაგირებას ითხოვს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სამწუხაროდ მინისტრის მიერ ხშირია მოქალაქეებისა და არასამთავრობო ან სხვა ორგანიზაციების მიმართ მსგავსი ტიპის გამონათქვამები. მისი რიტორიკა გაჯერებულია ცინიზმით და ირონიით, რაც მიუღებელია. მიმართავთ მთავრობის თავმჯდომარეს. დროულად შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები და მოხდეს ფაქტზე სათანადო რეაგირება. ბატონი ფუტკარაძის გაცხადება, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმიანობით უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას, წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებას, მიმართავ მას, რომ მომავლისთვის უმჯობესია მსგავსი შინაარსის განცხადებები გაჯერებული იყოს მკაფიო ფაქტებით. მინისტრის გაღიზიანება და არაკორექტული გამონათქვამები გამოიწვია ჩვენს მიერ მოთხოვნილმა ინფორმაციის შესაძლო კავშირმა მინისტრის ბიზნეს ინტერესებთან. საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ბატონი ზაურ ფუტკარაძის საკუთრებაში იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე შეპესე ფერმერთა სახლი, რომლის ხელმძღვანელი არის თავისივე ნათესავი მერაბ თავდგირიძე.